სახელით მამისათ და ძისათ და სულისა წმინდისათ ქრისტე აღსდგა. როგორც დიდმარხვის წინა პერიოდი არის მოსამზადებელი პერიოდი დიდმარხვისთვის, ასევე აღდგომიდან ამაღლებამდე სულთმოფენობამდე ეს პერიოდი 40 დღე, როცა უფალი კვეთით აღდგარი მოციქულებთან იმყოფებოდა დედამიწაზე. ამ პერიოდში ეკლესია გვასწავლის თუ როგორები უნდა ვიყოთ როგორც ქრისტიანები, რომ აღდგომის სიხარული განვიცადოთ, აღდგომის სიხარულის განახლება ხდებოდეს მუდმივად ჩვენში და მერე შესაბამისად განვიცადოთ სულთმოფენობას, ამაღლებას და სულთმოფენობას და ამიტომ ეს კვირადღეების სახელწოდებებიც აქვს, როგორც მოსამზადებელ პერიოდს დიდმარხვისას ყველა კვირას თავის სახელწოდება აქვს, ამ კვირეებსაც თავის სახელწოდებები აქვს. თომას კვირა მაგალითად, ბრმის კვირა იქნება, მენელსაცხებლე დედების კვირა იყო უკვე. დღეს განღვეულის კვირა არის. და რა თქმა უნდა ეს შემთხვევით არ არის. ქრისტიანი ყურადღებას უნდა აქცევდეს ამას და საერთოდ ადამიანს დაცემული ბუნების ერთ-ერთი თვისება, რომელზეც ჩვენ ძალიან ხშირად აქცენტი გავუკეთებია, გვისაუბრია და რომელიც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ მუდამ ვივიწყებთ იმ მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას და მაცხოვნებელი ჭეშმარიტების შესაბამის საგნებს და აზრებს, რომელთა მიერაც უნდა ვცხოვრობდეთ ყოველთვის. მაგრამ ჩვენ მუდამ ვივიწყებთ ამას. ვინც ეკლესიის საღვთისმსახურო ციკლში ჩართულია როგორც ასეთი, ის როგორც წესი ახერხებს იმას, რომ ეხმარება ეკლესია არ დაივიწყოს თუ რა არის მის საკეთებელი და რა უნდა ქნას. და დღევანდელი დღეს სწორედ ამის გამო არის ასე იწოდება განღვეულის კვირად. არის სიუჟეტი, როცა უფალი წავიკითხეთ კიდევაც სახარებაში, როცა კურნავს განღვეულს, რომელიც 38 წელი იყო, ესე მწოლიარე 38 წელი იყო მწოლიარე მდგომარეობაში. და ბუნებრივია, რომ ესე იგი მე უკვე ამ ყველაფერს საკუთარი თავისკენ ვატრიალებ და ვფიქრობ, რას მასწავლის ამით მე ეკლესია. საერთოდ ეს თვითონ ეს სიტყვა განღვეული ნახეთ როგორი სიტყვაა, ხო? თანამედროვე სიტყვა რო გამოვიყენოთ, უბრალოდ პარალიზებული შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ განღვეული თავისი ესე იგი შინაარსით ეტიმოლოგიურად, რავი, როგორც გნებავთ, ისე ვთქვათ, ეს თვითონ ისე მოქმედებს, თუ კარგად ჩაუღმავდებით, რომ წარმოაჩენს ჩვენს არა ფიზიკურს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ვინც აქ გავართ, მაგრამ არამედ სულიერ მდგომარეობას. და არა მარტო ჩვენს სულიერ მდგომარეობას, არამედ ზოგადად ქრისტიანების სულიერ მდგომარეობას და მათ შორის ჩვენი სამშობლოს მდგომარეობას, რომელიც ეგების ჯერ კიდევ იყოს ქრისტიანული. ეგების ჯერ კიდევ ქრისტიანული იყოს. და ეს განღვეულობა, როდესაც ადამიანის მთელი შინაგანი კავშირები მოშლილია, მორღვეულია, როცა ადამიანის არსება, ამ შემთხვევაში არა ფიზიკური ორგანიზმი მხოლოდ, როგორც სიუჟეტში, არამედ მთლიანად არსება, ესე იგი არ მუშაობს სწორად, არ არის ჰარმონიულად ერთმანეთთან და არ არის დინამიკაში მყოფი და კონკრეტული მიზნისაკენ სწრაფი და ჩვენ ვიცით ხო რა არის ჩვენი მიზანი თავად ღმერთია. ამიტომ აი განღვეულობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ რწმენა აქვს, ისე როგორც მიუხედავად ეს ადამიანი რომ ცოცხალი იყო და მეტყველება შეელოდა, ადეკვატური აღქმა ჰქონდა და გადარჩენა ცდილობდა, მიუხედავად ამისა, მას არ შეეძლო განკურნებულიყო, მას არ შეეძლო გამოჯამთელებულიყო. ესევე არის ადამიანიც, ქრისტიანიც ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ რწმენა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით თეორიულად მაინც რა არის ჩვენი ცხოვრების საზღვრისი მიზანი, ვიცით, რომ დრო შეზღუდული გვაქვს. უსასრულო მცდელობები კი არ გვექნება ჩვენ. ეს ჩვენ მცდელობები არის მცდელობები ყოველდღიური, ყოველწამიერი. იმედია გვაქვს ეს, აი წელიწადში ერთხელ ხდებოდა, არ იცოდა როდის იქნებოდა ეს წყლის ამღვრევა, ამიტომ სულ მოჭიმულები იყვნენ. წელიწადში ერთხელ რაღაც სასწაული ხდებოდა. მოჭიმულები არიან. შეიძლება ხვალ მოხდეს, შეიძლება 300 დღის მერე მოხდეს. შეიძლება ახლა 15 წუთში დაიწყოს. და ნახე რა მდგომარეობაში არიან. აი სულ ესე არიან. და წარმოედგინეთ ჩვენი მდგომარეობა როგორ არის. ჩვენ ხო არ ვიცით როდის დამთავრდება ჩვენი ცხოვრება, ამიტომ ჩვენ მოჭიმულები უნდა ვიყოთ. არა ვართ, მაგრამ უნდა ვიყოთ მოჭიმულები, იმიტომ რომ არ ვიცით როდის მოხდება ეს. არ ვიცით. და აი ეს
როგორც ამ ადამიანს ედარდებოდა ეს თავის განრღვევლობა, ასე უნდა გვედარდებოდეს ჩვენ ეს განრღვევლობა, თუ ამას ჩვენ ხვდებით. კიდევ ვიმეორებ, ეს ეხება თითოეულ ადამიანს, ეს ეხება თქვათ სამრევლოს თუნდაც ჩვენს ეკლესიას, მოგულისხმობ ეკლესიის ადამიანურ მხარეს. და ეს 38 წელიც ეს რა თქმა უნდა სიუჟეტის სინამდვილეს ასახავს და ასე იყო, მაგრამ ღმერთი როგორ განაგებს სამყაროს, თითქოს ჩვეულებრივად ხდება მოვლენები თავისი ბუნებრივი განვითარებით, თქვათ ეს რაღაც ავად გახდა 38 წელი მოუწია, უფალი ამ დროს შემოვიდა, მაგრამ ყველაფრის ზემოთ ღმერთი დგას, რომელიც ისე განაგებს ამ სამყაროსო, ჩვენ ვკითხულობთ ამ შემთხვევითობებში, ვკითხულობთ გეგმას ჩვენი გადარჩენისას. მე ხვდებით, რომ შემთხვევით სინამდვილეში არაფერი ხდება. ეს საიდუმლო ჩარევა ღმერთისა ყოფიერებაში, რომელიც თითქოს შემთხვევითი პროცესებით იმართება. და ეს 38 წელიც, რა თქმა უნდა, მამები ამაში ხედავენ ადრეც გითხოვს რაღაც სიმბოლოს, ჩვენ რაც მოცემული გვაქვს, რომ უნდა ვიცხოვროთ, აი გავიარეთ ეს პერიოდი ყველა ხრმობისა, დასრული ასაკისა, მოხუცებულობისა, ანუ თლიანად სრულად შევიძინეთ გამოცდილება ამ ქვეყნიური და 8, ანუ მარადისობის ნიშანი. ანუ გამოცდილება სრულად შევიძინე თავისი დაცემებით და წამოდგომებით და მივხვდი მოვეგე თავსათვისა, როგორც უძღების შვილი, მოვეგე თავსათვისა, რომ ჩემი ცხოვრების მიზანია მარადიული სიცოცხლე, ანუ ღმერთი. რაღაც აი ამას აღნიშნავს. და თუ ეს 38 აუცილებელი, ანუ ეს 8-იანი აუცილებელია ჩემ ცხოვრებაში. რაც შეეხება იმას, რომ თუ მე ვფიქრობ, რომ 30 ჯერ არ შემისრულებია, იმიტომ რომ ჯერ სადღაც შუაში ვარ, ეს ჩვენ არ ვიცით. არც ერთმა ადამიანმა არ იცის, თუნდაც ის 20 წლის იყოს, რომ მას ეს 3-იანი ციფრი შესრულებული აქვს თუ არა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფიერების, ჩვენი ამ ქვეყანამ მიწაზე ყოფიერების 3 ნაწილად გაყოფას და მე ხო არ ვიცი, როდის გარდავიცვლებ. ამიტომ მე უნდა ვესწრაფოდე, რომ ეს 8-იანი ჩემი ცხოვრების საზრისი, ჩემ ცხოვრებაში რაც შეიძლება მალე გაჩნდეს, რაც შეიძლება მალე ვიცხოვრო მარადისობით. რაც შეიძლება მალე მივხვდე იმას, რომ ჩემი ყოფიერება კონცენტრირებული უნდა იყოს ღმერთზე, რომელიც ერთადერთი მარადისობა, სხვა მარადისობა და ცალკე ღმერთისგან მარადისობა ხომ არ არსებობს, ამაზეც ხო ბევრი გვისაუბრია. და აი, როდესაც უფალი ხედავს ამ ადამიანს, რომელსაც მიუხედავად პარალიზებისა, აქცენტირებულია განკურნებაზე. ანუ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სულიერად ვცხოვრობთ თითქოს, მაგრამ აი აღდგომის დღესასწაული იყო სულ ეხლა ხარ. აბა ყოველ დღე ვატარებთ ჩვენ ამ აღდგომის სიხარულს. კაი დავანებოთ იმ ნამდვილ სიხარულს, რომელიც დიდ წმინდანებს ჰქონდა. აღდგომის ღამეს ვინც აქ ვიყავით და ის სიხარული რო ჰქონდა, იმ სიხარულს თუ ვინ არჩუნებთ და ხო ვერ ვინარჩუნებთ. ერთ-ერთი თქვათ სწავლება დღეს არის ზუსტად, რომ იმისათვის რომ შევინარჩუნო, მე მარადიული სიცოცხლისათვის უნდა ვცხოვრობდე, ვარსებობდე, ანუ რა ზეცის მოქალაქე ვიყო. გახსოვთ პავლე მოციქული ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ გვეუბნება, ჩვენ უკვე ზეცაში დაგვსხა უფალმა მარჯვენით მამისა, უკვე ზეცაში ვართ პოტენციურად, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესია ვართ, ეკლესია ქრისტეს სხეულია და ხოლო თავი უკვე მარჯვენით მამისა არის და სადაც თავია სხეულიც იქ არის. გესმით, ეს მდგომარეობა განცდადია თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს. ადამიანის ზეცის მოქალაქეობას აქვე განიცდის, იმიტომ რომ ეკლესია სწორედ სასუფეველია. ზეცის სასუფეველია ეკლესია. და თუ ესე იგი ჩვენ ამ ყველაფერს გავითავისებთ და მივხვდებით და მობილიზებას გაუკეთებთ საკუთარ თავს, აქ ჩვენ არ წმენა ხო გვაქვს, წმენას ხო ერთად ვერ იშოვი. წმენა თვითონ მოდის ღმერთისგან და მოგვეცა. გარდა ამისა ჩვენ დიდი ხანი ეკლესიაში დავყავით უკვე და გამოცდილებად შევიძინეთ. მრავალი დაცემისა და წამოდგომის შედეგად. და მრავალი შრომაც გავწიეთ, ხო სწორია? ანუ ჩვენთვის უკვე ზურფასი უნდა იყოს, ჩვენი შრომა მაინც ხო ზურფასი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენთვის რა არის ახლა მნიშვნელოვანი ის კი არა რომ წმენა არ მაქვს და მივიღე, წმენა გვაქვს, მოგცა ღმერთმა დაუმსახურებლად. ახლა თავარია რომ ჩემ თავს შევახსენო მუდმივად, რომ წმენა რისთვის მომეცა და საერთოდ სიცოცხლე რისთვის მომეცა. და ჩვენ სიუჟეტში ვკითხულობთ, რომ ადამიანი ამ მდგომარეობაში რო არის, ანუ მას უნდა განკურნება, ანუ მე მინდა მარადიული სიცოცხლე. და ჩემი ადამიანური რესურსით ვცდილობ, როგორც ეს ადამიანი ცდილობს ადამიანური რესურსით განიკურნოს,
მაგრამ ვერ ახერხებს და მეც მინდა რომ ესე იგი უნდა თუ არ მინდა კატასტროფა. მე მინდა რომ აღდგომის სიხარული გქონდეს მუდმივად, ანუ მუდმივად ვატარებდე მარადილ სიხარულს, მარადილ სიცოცხლეს ჩემში. ეს არის აღდგომის სიხარულის ტარება გულში, ნიშნავს მარადიული სიცოცხლის ტარებას მუდმივად გულში. მე მინდა, ანუ მე მინდა რომ განღვეული არ ვიყო, დავლასლასებ სულიერად, სულს რომ ვღაფავ სულიერად, რომ ადვილად მაცდუნებს ეშმაკი ვნებები, ცოდვები, სულმოკლეობას ვავლებ განსასწრების ჟამს. არ მინდა მე ესე, მე მინდა ერთი ანთებული ცეცხლი ვიყო, ბოლომდე, ყოველთვის, ყოველ წამს. ხო და აი ასეთ მდგომარეობაში თუ ვარ, მე ვკითხულობ და იხილა იესო, დაინახა ქრისტემ ეს ადამიანი. იქ ხო მარტო ეს არ იყო ავად. იქ ხო რამდენი ადამიანი იყო ავად. და ეს დაინახა, რატო სხვა არ დაინახა? ეს ხო ხვდებით რომ იქ უამრავი ადამიანი იყო ავად. რატო დაინახა ეს და არა სხვა? სწორედ ამიტომ რომ მას მძაფრად ქონდა სურვილი, განცდა სურვილი იმისა, რომ უნდა გაცოცხლდეს, უნდა გამოჯამრთელდეს, უნდა განიკურნოს. ანუ თუ ჩვენ არ გვექნება მძაფრი განცდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა საკუთარ თავში მარადულ სიცოცხლეს ვატარებდეთ, თუ ჩვენ გვინდა, თუ ჩვენ გვაქვს ეგ სურვილი, თუ ჩვენ გვექნება უпростоრად ეგ სურვილი, რომ მარადილ სიცოცხლეს მუდმივად საკუთარ თავში ვატარებდეთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ სულიერი განღვეულობისაგან გათავისუფლდეთ და ჩვენი ცხოვრების ერთადერთი საზრისი ეს არის. ეხლა წარმოიდგინეთ, მისი მდგომარეობა 38 წელი რო წევხარ და თეორიულად მაინც რო ფიქრობ, რომ შეიძლება ფეხზე წამოდგე. შენი მთელი ცხოვრება, მთელი შენი საზრისი ხო ამაზეა კონცენტრირებული. თუ უიმედობაში არ ჩავარდი და თუ ხელი არ ჩაიქნიე, მაშინ ამაზეა კონცენტრირებული. დიახაც, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ აღდგომის სიხარულს, ანუ ქრისტეს მუდმივად გულში ვატარებდეთ. სასუფეველის მოქალაქეობაზე უნდა ვიყოთ მუდმივად ორიენტირებული, გულმხურვალენი უნდა ვიყოთ, მოსურნენი ამისი, მუდმივად. საკუთარ თავზე მაიძულენი, როგორც უფალი გვასწავლის, რომ სასופველიც ისა იძულება. მუდამ წინ სწრაფი, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. სული დუღარენი, როგორც იგივე პავლე მოციქული გვასწავლის. მოუკლებლად მლოცველი, როგორც იგივე პავლე მოციქული გვასწავლის. დღედაღამე მლოცველი, როგორც უფალი გვასწავლის. ანუ დღედაღამე უფალთან კავშირის მოსურნელი. და თუ ასეც დაგინახავს, უпростоრად თუ ასეთი ხარ, ასეც დაგინახავს. ამიტომ ეს ერთადერთი ადამიანი იხილა იესო. ხო გესმით, ქრისტე ღმერთია, ყველა მის თვალწინ არის. მაგრამ ადამიანად რომ მოდის, მისი ქმედებები წარმოაჩენს ღმერთის ნებას და ღმერთის დამოკიდებულებას. ჩვენი ღმერთის დამოკიდებულებას ჩვენი ცხოვრების წესისადმი, გესმით, წარმოაჩენს, ხილული ხდება. თორე ჩვენ ხო არ ვიცით აი ღმერთი როგორ მოქმედებს თითოეულ ადამიანზე, მაგრამ ხილულად რომ მოვიდა, მაშინ უკვე წარმოჩინდა და აი ის დაინახა, ვისაც მოუკლებელად განკურნების სურვილი აქვს ძალიან მძაფრად. და ეს რვიანი, ხო, აი ეს მარადისობის სიმბოლო, საკუთარ თავში ატარებს ამას, ღმერთის იმედი აქვს ამ ადამიანს. და ამიტომ ეს იხილა და რქვამას და შედის დიალოგში. გნებავსა რათა განიკურნო, ხო გესმით ეს კითხვა უადგილოა, რა თქმა უნდა ნებავს, იმიტოა იქ და იმიტომ წვალობს. ღმერთმა ხო იცის, მაგრამ მას სურს რომ ურთიერთობაში შემოიყვანოს. მას სურს რომ განღვეულმა ქრისტესთან თანამშრომლობა დაიწყოს. გესმით? რატო? იმიტომ რომ მას ღირსებას ანიჭებს ამით. ისე კი არა რომ აი რაღაცა საგანს რო გადადგავ ან ცხოველს რო განკურნავ, არა, ღირსება აღუდგინოს, შენ უნდა გინდოდეს ეს, შენ უნდა თქვა რომ ეს მინდა, შენ წამოხვიდი ამ თანამშრომლობაზე, წამოხვიდი ამ კომუნიკაციაზე. და მე რა თქმა უნდა ცხოვრების წესი იცვლება, მისი ეს ცხედარი აიღო, ანუ საწოლი აიღო და წაიღო, მათ შორის შაბათს და მიზანმიმართულად აკეთებს ამას უფალი. რომ შაბათს ააღებინა, იმიტომ რომ იცვლება მისი სოფხედელობა, მათ შორის რელიგიური. ძალიან ხშირად ჩვენ ეკლესიაში ვართ, მაგრამ რაღაცა შტამპებში ვცხოვრობთ, რომელიც ქრისტიანობა არ არის, ქრისტიანობა თავისუფლების სარწმუნოებაა. რაღაცა ჩარჩოებში ვართ, ჩვენს გამოგონილში, რაღაცა ხშირად ძველი აღთქმის სულით, ხშირად სხვა რელიგიური სულისკვეთებით და არა ქრისტიანულით.
გესმით? აი სტერეოტიპული აზროვნება გვაქვს, რომელიც საიდანღაც მოყვება, არ ვიცი 90-იანი წლებიდან, იმის იქიდან, სრულწმენებიდან, რაღაცები მოყვება, არასწორი ქრისტიანობის არასწორი გაგებიდან, გამოგონებული ქრისტიანობიდან, რაღაცები მოყვება მუდმივად. ხოლო ტრადიციას მოწყვეტილი ვიყავით ამდენი ხანია და ბუნებრივია, რომ ეს რაღაცა პრობლემები ჩვენში იქნება. და ამიტომ როცა ეუბნება ცხედარი აიღეს, შენი საწოლი აიღე და გამომყევი, ამით სიარულს იწყებს, ცხოვრების წესს სიცვლის, იმიტომ რომ იქ აღარ დაწובה, იქ აღარ იქნება, იქ სამყოფელი რო აქვს, იმას მოშლის საერთოდ და თან შაბათს, ანუ თლიანად გამოდის იმ ჩარჩოდან, რომელშიც ის ცხოვრობდა 38 წლის განმავლობაში. მათ შორის რელიგიური ჩარჩოებიდანაც გამოდის. და რომ გამოდის რელიგიური ჩარჩოებიდან, რა ხდება? აღვირახსნილი ხდება თუ ქრისტეს მიმდევარი ხდება, ქრისტიანი უნდა გახდეს. ქრისტიანი უნდა გახდეს, რომელიც არ არის უბრალოდ რელიგიურობა, როგორც ხშირად გვითხოვს. და ეს ეხება თითოეულ ადამიანს, ეს ეხება ქრისტიანულ ოჯახს. არის ქრისტიანული ოჯახები, სადაც ცოლი, ქმარი, სიდედრი, რა ვიცი, დედამთილი, შვილები, ქრისტიანული ოჯახია, ყველაფერი წევრებია, ერთმანეთთან ჩხუბისმეს არაფერს არ აკეთებენ და გაუმთავებელი პრობლემები აქვთ ერთმანეთში. აბა რა ქრისტიანული ოჯახია ეს? ესე იგი საჭიროა აი ოჯახი, ანუ არა მარტო პიროვნება, არამედ ოჯახი შეიძლება იყოს განრღვეული. სამრელო შეიძლება იყოს განრღვეული. როცა არ აქვს ერთობა ბრევლის წევრებს და არც კი იციან, რომ ეს საჭიროა, საჭირო კი არა, აუცილებელია. ვალდებულებაა ეს თქვენი მოყვასის სიყვარული აქ ისწავლება. და რა თქმა უნდა, ერი, რომელიც მადლობა ღმერთს თითქოს ჯერ კიდე რაღაცა ქრისტიანობის ნიშნებს ატარებს, მაგრამ განრღვეულია. თორე ის პრობლემები, რაც ჩვენს ერში ხდება, ყველანაირი პრობლემები. არ შეიძლება რაღაცა წყლული გამოგივიდეს და ეს იყოს შემთხვევით, ორგანიზმზე შემთხვევით წყლული არ გამოდის. და აი, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ აი ამ განრღვეულობიდან გამოვიდეთ, ერი და ბერი და მთლიანად საქართველო 30 წელია, 35 წელია ამ განრღვეულობაში არ ვართ. და თუ რამე სიკეთეა, მხოლოდ სასწაულია. და რაც უბედურებები დაგვემართება, იმაზე უარეს ვიმსახურებდით. და ნაკლები დაგვემართა და ახლაც უფალი გვიფარავს და გვიცავს, ხო და აი როცა ჩვენ გვინდა რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ამ მდგომარეობიდან უნდა მივიდეთ იმ ადგილას, იქ უნდა შევიდეთ, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა დაარსა, ანუ ეკლესიაში, აი აქაც ხედავთ, რომ მას ამ ადამიანს განრღვეულს უცებ ვერ მოასწრო დაფიქსირება ქრისტეს გაცნობა, მარტო ეს დიალოგი შედგა პირველი და ბოლომდე ვერ გააცნობიერა თუ ვინ არის ის და სახელი ცარიცის და ტაძარში რო არის ქრისტე მიდის და ტაძარში ნახეთ იპოვა იგი იესო ტაძარში, ანუ ქრისტემ იპოვა ის ტაძარში, კიდე ერთხელ იპოვა, ხო იპოვა იქ და განკურნა, ხო კიდე ერთხელ იპოვა, ოღონ ხაზგასმულია ტაძარში. ტაძარი არის ეკლესიის რაღაც გარეგანი გამოხატულება, ხო ეკლესია არ არის ეს თავისთავად, მაგრამ ეკლესია იმიტომ რომ გადატანითი მნიშვნელობით ქრისტიანები ტაძარს ეკლესიას უწოდებთ, ეკლესია კი არ არის ეს, ეკლესია ქრისტეს საიდუმლო სხეულია, ანუ ჩვენ და ღმერთი ერთად, მაგრამ ეს ტაძარი არის გარეგანი გამოხატულება და თან როგორც წესი ტაძარში აღესრულება ის საიდუმლოება, რომელიც გვგრავს, გვაერთიანებს, გვამყოფებს ერთად როგორც ეკლესიას, გვკრიბავს როგორც ეკლესიას. ჩვენ ეკლესიად რო ვიკრიბებით, ანუ როცა ვეზიარებით, ტაძარში ხდება. და ამიტომ ტაძარი ერთგვარი სიმბოლოც არის ეკლესიისა და ამიტომ ტაძარში იპოვა. და რასეუნება? აი ცოცხალი იქმენ, ანუ გაგაცოცხლე მე შენ. აღარ ხარ პარალიზებული. ანუ მარადიული სიცოცხლე დაგანახეთ, ანუ თითოეულ ადამიანს ეხება ეს. საქართველო მე შენ დაგანახე, მე შენ წმენა დაგიბრუნე. შენი ხელით რო ანგრევდი ტაძრებს და პატრიარქი რო მოკალი შენი ხელით და ასე შემდეგ, ეხლა მე შენ ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნე, რწმენა დაგიბრუნე, გაგიცოცხლე, გესმის, ყველაფრის შესაძლებლობა ეხლა უნდა წამოდგე, ნახეთ, აი როგორც ლაზარეს შემთხვევაში აღადგინა ლაზარე და მე უკვე ხალხი მივიდა და შემოხვია, უფლის შესაძლებლობებით, რა თქმა უნდა, ის სახვევებით ჩამოცილდებოდა, მაგრამ სხვას გადააგორებინა, სახვევები სხვას მოაცილებინა და მაგრამ თავის საქმე გააკეთა, ადამიანური საქმე აღარ გააკეთა.
ხო, აი აქაც ესია განღვეული შემთხვევაში თავის საქმე გააკეთა, გაანკურნა და ადამიანური საქმე, რომ ცხოვრების წესი გამოიცვალოს, რელიგიური შეხედულებები გამოიცვალოს, ეს ცხედარი აიღოს, წაიღოს, შაბათ, ეს მაგას თვითონ მას გააკეთებინა. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. ჩვენ გამოგვაფხიზლა, წმენა დაგვიბრუნა, ეკლესიის აღორძინება დაიწყო, მაგრამ ადამიანური საკეთებელი, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ დაგვიტოვა და ვერ ვაკეთებთ კარგად 35 წლის განმავლობაში. ვერ ვაკეთებთ. პატრიარქი სულ გვასწავლიდა როგორ გვეკეთებინა, მაგრამ ადამიანი ისე მოხუცდა, რომ ჩვენ არ ვისწავლეთ როგორ უნდა გვეკეთებინა. ხო და აი გვაფრთხილებს, აი ცოცხალი ხარ უკვე ეკლესიას თითქოს თელ ერს ეუნება. ცოცხალი ხარ და ნურღარას ცოდავ, ნუ არის შენში ის სიბინძურე, რომელიც ისევ არის და აი გამოვლინდა, რათა უძვირესი არ დაგემართოს. ანუ უფრო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდა, ვიდრე იქ ის მდგომარეობა, რომელშიც იყავი და რომელიდანაც გამოგიყვანეთ. ამიტომაც თუ ჩვენ გონს არ მოვეგებით, მთელი ერი მორწმუნე და ურწმუნო და ეკლესიაში ასევე ბერიც და მღვდელიც, თუ ჩვენ ყველანი ერთად გონს არ მოვეგებით და საკუთარი თავიდან არ დავიწყებთ და მე თუ საკუთარი თავიდან არ დავიწყებ, მე უნდა ვიფიქრო, რომ ის უბედურება, რაც შეიძლება ხვალე მოხდეს, ეს ჩემი ბრალია, იმიტომ რომ მე არ დავიწყე საკუთარი თავიდან. აი ასე უნდა შევხედოთ საკუთარ თავს, ესე უნდა შევხედოთ დღევანდელ სიუჟეტს სახარებისეულს და განღვეულის კვირა, ჩემს განღვეულობიდან განკურნება თუ გადაიქცევა, მაშინ დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ქრისტე შეგვეწიოს. ამინ. ქრისტე აღდგა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.